1990 წელს დაარსებულ და რეგიონში წამყვან ტელერადიო კომპანია თრიალეთს დღეს შემოსავლების სამსახურმა კომპანიის ანგარიშებს ინკასო დაადო. ტელეკომპანია თრიალეთის დავალიანების დაგროვების უპირველესი მიზეზი წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა იყო. ზეწოლები განსაკუთრებით გააქტიურდა, როდესაც თრიალეთი გარკვეული რისკების ფონზე პირველი დაუდგა მხარში ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას. მიუხედავად მხარში დადგომისა, თრიალეთის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა შიდა ქართლში ქართული ოცნების პირველმა გუბერნატორმა, რომელმაც 2 წელზე მეტი თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ თრიალეთთან ბრძოლას შეალია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მძიმე პერიოდი იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რამაც გამოიწვია კომპანიაში არსებული ტექნიკის მთლიანად ჩამოწერა და ციფრული აპარატურით ჩანაცვლება, რის გამოც ტელეკომპანიას მოუწია აიღო დიდი ოდენობის ბანკის სესხი, რომლის დაფარვის პერიოდში ლარის კურსი დაეცა, რამაც თრიალეთს შეუქმნა კიდევ უფრო დიდი ფინანსური კრიზისი. ამა წლის ივნისის თვეში ტელეკომპანია თრიალეთის გადაცემაში რამდენჯერმე გაშუქდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის მიერ კლასელისა და მეჯარის კოტე ბუზალაძის გორის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. თრიალეთის თოქ-შოუს სტუმარმა კახა კუკავამ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თია წულუკიანი და სხვები. წულუკიანს რომ უყურებთ თქვენ, რომ არის ამ პარლამენტის უმრავლესობა და რა სიტყვებითაც ლაპარაკობს ორღობის დედაკაცის ენაზე იწვევება ყოველ დილით. და რო გვიჩვენებენ, რომ ოპოზიციის ლიდერი არის ამ ქვეყანაში სოზარ სუბარი. სოზარ სუბარს ქვია, ეხლა რა ვიცი, ამ პარლამენტში ეს პარლამენტი უბრალოდ ცირკია. მიჭირს ამაზე ერთის მხრივ სწორია, რომ ოპოზიცია რა თქმა უნდა იყოს საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ მეორეს მხრივ, რასაც ჩვენ ყოველდღე უყურებთ, რომ ღუდუშაური და რა ვიღაცა გამოდიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ეჭვი შეგეპარება ხანდახან, რომ ჰომო საპიენსის იქიდან არიან, ჯიშიდან არიან, ძალიან გავს საქართველოს პარლამენტი საცირკო წარმოდგენას. არ ვიცი ხა, სადაც ყაველაშვილი არის პრეზიდენტი, რატომ უნდა გაგიკვირდეს სადმე ვინმე რამე რო არის, მაგრამ სოზარ სუბარი არის ოპოზიციის ლიდერი. აი ხა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დანიშნა თავისი ცოლი ვიცე-პრეზიდენტად რამოდენიმე წლის წინ, თუ იცით, მეჰრიბან ალიევა დანიშნა რა მაქვს დასამალი და დანიშნა პირდაპირ ცოლი ვიცე-პრეზიდენტად. ეხლა მე აღარ ვიცი, შეიძლება სიმამრი კიდე დანიშნა რაღაცა და გადავასწარით აზერბაიჯანს, ესე იგი ამ ხელისუფლების ყველაზე თავგამოდებული, ესე ვთქვათ, მომხრე, რომელსაც გადათხოვებული აქვს მუხლები ივანიშვილის, ესე ვთქვათ, ივანიშვილზე ლოცვაში ყოველდღიურად, ეს კაცი არის ოპოზიციის ლიდერი, რა ვიცი. აღნიშნულის შემდეგ შიდა ქართლის ხელისუფლების წარმომადგენლებს სავარაუდოდ სუსის დავალებით აიკრძალა თრიალეთის ეთერში სტუმრობა და ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა. ინკასოს დადება ნიშნავს, რომ ისედაც ფინანსურ კრიზისში მყოფი ტელეკომპანია ვერ გადაიხდის ელექტროენერგიის, ინტერნეტის სიგნალის გავრცელების თანხას, ვერ გასცემს ხელფასებს და შედეგად შიდა ქართლში რეიტინგული ობიექტური ტელერადიო კომპანია თრიალეთი დაიხურება.